მოდი ვნახოთ შემოიფასება შიშები, რომელიც თქვენს მამაკაცს აწუხებს ამ მომენტისთვის. მოკლე გაშლა. შიშები, რა შიშები აწუხებს თქვენს მამაკაცს? რის ეშინია? ნახოთ. რა არის ის, რისიც ეშინია თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას? ხო, შემოიფასება. თქვენს პარტნიორს ეშინია რაღაც სტაბილურობის დაკარგვის. ეს შესაძლებელია იყოს ურთიერთობასთან დაკავშირებული, სტაბილური ურთიერთობა, რომლის დაკარგვაც ეშინია. ან აქვს შიში, რომ არ დაკარგოს ფინანსური სტაბილურობა, შემოიფასება ერთი სიტყვით. აქ არის შიში, რომელიც დაკავშირებულია სტაბილურობასთან, შემოიფასება სტაბილურობასთან. ეს შესაძლოა ისევ გავიმეორებ ზოგიერთისთვის იყოს ურთიერთობის დაკარგვის შიში, სტაბილური ურთიერთობის დაკარგვის შიში, შესაძლოა ზოგიერთისთვის იყოს ფინანსური ფინანსების დაკარგვის შიში. კი, აქ პიროვნებას ეშინია ასევე თქვენი დაკარგვის. როგორც უკვე გითხარით, შესაძლოა რაღაც დაძაბული ურთიერთობა ამ მომენტისთვის თქვენთან და სწორედ ეშინია, რომ აი ამ დაძაბულობამ არ შეარყიოს თქვენი სტაბილურობა, თქვენ შორის ჰარმონიული ურთიერთობა, რომელიც შესაძლოა მანამდე გქონდათ. შემოიფასება. კი, ამ მომენტისთვის პიროვნებას ძალიან უჭირს აი ეს დაძაბულობა, რომელიც შესაძლებელია ამ მომენტისთვის არის რაღაც დაძაბულობა, ხო? შესაძლოა კომფორტის ზონიდან გამოხავს, შესაძლოა შფოთვები აქვს, შესაძლოა ზოგიერთი თქვენგანი ამას ვერ სამჩნევდეთ, მაგრამ პიროვნებას ძალიან ეშინია თქვენი დაკარგვის და იმ სტაბილურობის დაკარგვის, რაც თქვენთან ერთად აქვს. შემოიფასება. აი ეს იყო მოკლე გაშლა. ძალიან მაინტერესებს გამომეხმაურეთ. ვისთან როგორ რეზონირდა? მადლობა და ნახვამდის.